მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ბროების მორიგი ეპიზოდი და ჩვენთვის კარგი სიახლე მაქვს, უფრო ჩვენთვის. ჩვენი სპონსორი გახდა WhiteBit Georgia, რომელიც არის ევროპაში უდიდესი ცენტრალიზებული კრიპტობირჟის WhiteBit Global-ის სანდო პარტნიორი საქართველოში. და გვეშველა, უკვე 3 კამერა გვაქვს, 3-ვე ერთად ჩავართ. შეგიძლიათ მიშას ცალკე უყუროთ, დატკვეთ მიშათი. შეგიძლიათ მე ვნახოთ ცალკე და ჩემი დატკვეთ. ან შეგიძლიათ კოსტას უყუროთ ცალკე და კოსტათი დატკვეთ. მოკლედ, ხო. ახლა კი თქვენ გამოგვიწერეთ, ჩვენ კი დავიწყეთ. კინოთეატრი. სასაფლაო. შენებარე სახლი. კითხვა რა იყო? ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც პაიმანი გქონდათ. სასაფლაო ნამდვილად უცნაური ადგილი არის. დავითანხმები კოსტას. მაგრამ მე ვიცი ადამიანები ბევრიდან ფეტიშისავით აქვს. ანუ მაგრა ევასებად მე გეტყვი რა თემა მქონდა რა. პატარა რო ვიყავი, თინეიჯერი. როკერობდი ძალიან თან. ხო და რაღაც პონჩი ახლა ის გოგო თუ მიყურებს, მიხვდება ალბათ ვიზეც მაქვს ლაპარაკი. ვისთანაც პაემანი მქონდა სასაფლაოზე. და კოსტას მქონდა ძალიან გრძელი თმა. ხო, ოღონდ კატებს არ ვატყავებდი და ეგეთ სისულელეები კომენტარებში ყველა არ დაწეროთ. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ცხოველები. ოკეი, და შემშენებარე სახლი. ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და მე და თიკავს მქონდა ეგეთი რაღაც დეითივით სახლი რო ვიყიდე და ჯერ რემონტი რომ მიმდინარეობს, რაღაც საყოველობა რაღაცა გავაკეთეთ და. დეითი რა იყო, ანუ რა და პიკნიკის თემაში მქონდა რაღაცები ავიტანეთ და რაიონზე რაღაც მოვაწყეთ და ვიჯექით, საუბრობდით, მივირთვით და ასე. და კინოთეატრი როდის მერე უცნაური ადგილი. ხო, მეც შენაირი ის მქონდა რომ ნამდვილად არის კინოთეატრი. ხო და ანუ მაგიტომ მქონდა ვერ მოვიფიქრე. ისეთი უცნაური ადგილები არც მქონია. ანუ უცნაურ ადგილას დეითი არ ქონია. ხო და კინოთეატრი ანუ უბრალოდ კინოთეატრი დავწერე. მეგობრებო, მე შეგახსენებთ რომ დამარცხებულს აქვს სასჯელი, უკვე კი მიეჩვიეთ ამას, მაგრამ მაინც შეგახსენებთ რომ არის სასჯელი, ამიტომ კომენტარებში დაწერეთ დამარცხებულმა რა უნდა გააკეთოს. 3, 2, 1, კოსტა. კოსტა. მე რატო დამადე? არ ვიცი, უბრალოდ. კაი, მე ვიყავ იმპოსტერი, მაგრამ მე რატო დამადე ხე? აი, მიგზნობდა გული. მეც მიგზნო. იმიტომ რომ ფლამ ქონია სასაფლაო, ანუ დამიწერე კომენტარებში თუ უყურებ ამ ვიდეოს, ხო გქონდა სადღაც 16 წელს რო ვიყავი. დარწმუნებული ვარ რომ ქონდა და შენ ზოგადად ბევრჯერ ქონდა ისეთი პასუხები, სადაც სიმართლე იყო, აბსურდული იყო, მაგრამ სიმართლე იყო. მაგალითად 18 მაგალითად რაღაცეები და ამიტომაც რაღაც აი გულმა მიგზნოდა მადლობა მიშა რომ გვერდში დაგიდექი. გვერდში დაგიდექი, იმიტომ რომ უნდა გავიმარჯვოთ. გახსოვდეს რომ სასჯელს უნდა ავსდეთ. ერთი წუთი ეს პირის შეკვრას არ ვართ. არა, პირის შეკვრას არ. ანუ უნდა გავიმარჯვოთ და მე და შენ გუნდი ვართ და რაღაცეები არა. მე წინაზე უკვე წავაგე ორჯერ და მე ერთხელ მაგ წაგებული და გამოიცან ვის არა აქ წაგებული. ხო, ეგეც ხო, ამიტომ შენ უაყვები ამას. სანამ შემდეგ რაუნდზე გადავალ, მინდა პირადად მადლობა უთხრა ყველა ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან თბილები ხართ, მაგრამ უყვებით. ფორმატიც გაგისორდათ, იმის მიუხედავად რომ ეს ინსპირაცია ფუძქვადიდან არის აღებული. მოვყვებით, მოგწონთ და ჩევებს გვაძლევთ, ეს სასჯელიც რაღაც კარგად ჩაჯდა და მგონია რომ სასჯელებსაც ნორმალურს წარ სხვათა შორის რაღაც არარეალური სისულელეები ერთი-ოქს ქონდა მარტო დაწერილი. არარეალური რა, ამორალური სისულელეები. ნევილ ლონგბოტომი. ჰარი პოტერი. რონალდ უიზლი. კითხვა რა იყო? ჰარი პოტერის რომელი პერსონაჟი იქნება? ჰარი პოტერის პერსონაჟი ვიქნებოდი. ჰარი პოტერი, იმიტომ რომ თავარი პერსონაჟი ვარ. თავარი პერსონაჟი რო ხარ, მაგით პლუსი გაქვს. ვოლდემორი მოგზდევს მოსაკლავად სულ. ხო, შობლები დაგიხოცა. შობლები დაგიხოცა. არავინ არ დაგჭირდა. ერთი წუთი. რატომ ეჭყუბა? არა, შობლები დაგიხოცა, ეხლა ჩემშიც. ეგეც არის, მაგრამ. ხო. მაგრამ ამასთან ტანჯავს ის დეიდა, ხო. აი ბავშვობაში მტანჯავდა რას მტანჯავს ეგეთი გეხვეწა. ანაირად, უეჭველი რაღაც ფსიქოლოგიური დარღვევები აქვს, უეჭველი. დეიდას თუ ჰარი პოტერს? ორივე ზგონი. არა, ძმაო, არა, თავარი პერსონაჟი ვარ, გველებთან ლაპარაკი შემიძლია, მაგრამ მათი ენა მესმის. ანუ ყველაზე ძერს კი ვარ მაგსამყაროში. ნუ არა, საერთოდ ჩემი აზრით, კაი. ყველაზე ძერს კი არ ხარ. შეიძლება ხა ბევრმა არ იცოდეს და მოდი მე ვიტყვი ნევილ ლონგბოტომი რატო. ვისაც წიგნი წაკითხული აქვს და იდეაში წიგნი არა, ფილმშიც იყო ეგ თემა, რომ რეალურად ნევილი შეიძლება ყოფილიყო ჰარი პოტერი რა. ტომ რიდლს უნდა გადაეწყვიტა მაგ მომენტში, როცა წინასწარმეტყველება ნახა, ვის მოკლავდა. ან ნევილი უნდა მოეკლა, ან ჰარი პოტერის ოჯახი უნდა მოეკლა და შემდგომ ატომღაც მივიდა იქამდე, რომ ჰარი პოტერის ოჯახი და ჰარი პოტერის მოკლა გადაწყვიტა. და წინასწარმეტყველებაში ზუსტად იმ დღეს დაიბადა ნევილიც, როცა დაიბადა ჰარი პოტერი. ზუსტად იმ ქუჩაზე დაიბადა ნევილი, სადაც დაიბადა ჰარი პოტერი და სწორედ ამიტომაც არის, რომ ჯეი კეი როულინგმა გადაწყვიტა ერთ-ერთი ჰოკრუქსი, ამ სიკვდილის საჩუქრები მოაკვლევინა ნევილ ლონგბოტომს. კერძოდ ნაგინი მოკლა პატივცემულმა ბოლო ძალიან ისეთ
აიკონიკ. საღო, შენ მაგარი ფანი ყოფილ ხარ? ეს მაგარი ფანია ჰარი არა, პოტერის. მეც ვარ, მაგრამ არ მე ეს არ გამახსენდებოდა და ნევილი არ ნევილი აი, შენ უიზლი რატო? წიგნში როგორ არის აღწერილი ჰერმიონა არ მახსოვს, მაგრამ ფილმში ლამაზია და ყველაზე ლამაზი ალბათ ჰერმიონა იყო. ჯერ ერთი. მოეცა. ეს ერთი. ყველაფერზე მაგით გადის, გოგოებიდან გადის ყველაფერზე. მეორე ოჯახი აქვს. ყველა რამდენი ძმა ყავს, დაც ყავს, რა ვიცი. ყველაზე მხიარული ოჯახი ამას ყავს და ხო, რავი, ძალიან ბედნიერი ადამიანია და გოგოც მაგარი ყავს და თან ისეთია საშუალოა. არავინ არ დაძდეს, ესეც არავის არ დაძდეს და რა ვიცი. მე მომტონს არა, მაგრამ მაგის იმაზე ვიქნება. 7 ცხოვრობით შეუძლია იცხოვროს ამ მაგის მაგინა. ეს მოკლედ ამა თავისი გოგოების ყველა გახსოვს სპორტზე ლაპარაკობდი და ერთი კიდე ტენისი მაქვს ნანახი ისიც ლამაზი გოგოები რო წამოშობდნენ. სასწრაფო ჭირდება შეყვარება. 3 2 1 გიორგი. მიშა. მე ვიყავი. დღეს რაღაც კარგად ვარტყავთ, ხო? კი, მე ვიყავი იმპოსტერი, ჩემი კითხვა იყო ჰარი პოტერში ყველაზე დაუფასებელი პერსონაჟი რომელი არის და სწორედ ნევილი იყო. გადავდივართ შემდეგ რაუნდზე, თქვენ არხი გამოიწერეთ, საგზგილაკი მონიშნეთ, სასჯელის კომენტარი დაწერეთ და დავიწყოთ. მიდი გოსა. ლიტერატურა. ისტორია. ფიზიკა. კითხვა რა იყო? რომელიც საგანი გიყვარდა სკოლაში ყველაზე მეტად. ფიზიკა? ხო. ახლაც მიყვარს გიჟდები მაგაზე. არა, რატო? იმიტომ რომ წავიკითხე მე 7 კლასში იყო მგონი თუ არ ვცდები, წავიკითხე სტივენ ჰოკინგის წიგნი, რა ერქვა? არ მახსოვს მართლა. აი ძალიან პატარა წიგნია, რაღაცა წიგნაკივით არის, 130 გვერდია თუ რაღაცა და მან იყო რაღაც მოყოლილი აი ფიზიკაზე, როგორ მუშაობს ეგ, გრავიტაცია როგორ მუშაობს და აი ასე შემდეგ რა და ყვებოდა ეგ სტივენ ჰოკინგი რა და როგორ მუშაობს რა სამყაროში და მაგის მერე ფიზიკა დაგვეწყო, ზუსტად მე-7 კლასი იყო და აი არ ვიცი, მაგრად გიждდებოდი. უბრალოდ არ დიდად არ გამომდიოდა, მაგრამ გიждდებოდი მაგრად. კაი, კოსტა, შენ ლიტერატურა რატო? ლიტერატურა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო, როგორც წინა გადაცემებში, წინა ეპიზოდებში წავხსენი, ქართულის მასწავლებელი მართლა იდეალური მყავდა და კარგი გააზრება მიდიოდა ყოველთვის ჩვენთან ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, რა, რომელიც მასალაში გვხვდებოდა და შესაბამისად ძალიან მიყვარდა თან ესეების წერა, ეხლა კი იცი რომ გამომდიოდა ძალიან კარგად და ეგ პროცესიც ძალიან მიყვარდა, ამიტომაც ცოტა ვიბნევი. შენ ისტორია რატო მოიცა ერთი მე რო ისტორია მიყვარს და ვაბოდებ და რო გაგიცანი მაშინ ცნობილი ვიყავი რომ ისტორიაში ძალიან ძლიერი ვიყავი. 100 ქული დავასრულე საგანი. პირველ კურსზე. პირველ კურსზე. კი ბატონო. მაგრამ რატო გიყვარდა? მაგარია, განსაკუთრებით საქართველოს ისტორია მიყვარდა და გახსოვს ჩვენთან სახში რომ მოქმედი, საქართველოს ისტორიის მთელი არა, კი, ისტორია რო გიყვარს ზოგადად ვიცი, კი, ანუ თან იცი კარგად. ხო. ამიტომაც თან საქართველოს ისტორია განსაკუთრებით რა. მიშა, მოდი ეგ დამაზუსტებელ კითხვას დაგისვა. რა ხდება შავხრელში? ერთი არავინ არ იცის რა ხდება მან, იმიტომ რომ თეორიები ხო არის ყველაზე ცნობილი თეორია რა არის? ხო, ჯერ ერთი ის ფაქტი რომ ადამიანი, რომელიც უყურებს შავხრელს და ადამიანი, რომელიც შედის მაგაში, ხედავს სხვადასხვა რაღაცას. რომელიც შედის მაგაში, ძალიან გაგვეწელება, მაგრამ ოკეი. რომელიც შედის მაგაში, შეიძლება დაიკარგოს და ეგრევე შევიდეს და всё და ის ადამიანი, რომელიც მაგას უყურებს, ანუ იმდენად გრავიტაცია ეგრე მუშაობს მან, რომ ის ადამიანი, რომელიც უყურებს, საერთოდ ვერ ხედავს ადამიანი გაქრა თუ არა, ანუ სულ შედის მთელი ცხოვრების მანძილზე. ანუ არ გაქრება ეს ადამიანი იმ ადამიანისთვის, რომელიც უყურებს. მოვლენათა ჰორიზონტს ვერ გადაყვეთს გარემაყურებლისთვის, კი ბატონო. ხო. მაინც შენ დაგადებ ხელს, იმიტომ რომ ფიზიკაზე გკითხე და შავხრელი ძალიან საინტერესო რამეა და სწორად ახსენი. მაგრამ რამოდენიმე ისეთი აი მაგალითად მოვლენათა ჰორიზონტი, სინგულარობა, ეგეთი რაღაცები არ გიხსენ, რაც მართლა ფიზიკასთანაა კავშირში. თორე შავხრელი კი ძალიან საინტერესო. კითხვა რა იყო? შენი საყვარელი საგანი სკოლაში. საყვარელი ანუ შავხრელზე რატო გკითხე, იცი? მაგით მინდოდა დამედგინა, იმიტომ შეგო თქვი რომ ფიზიკა იმიტომ მიყვარდაო, რომ რაღაც გრავიტაცია და ასე შემდეგ და მაგით მინდოდა დამედგინა, რამდენად მართლა ფიზიკა გიყვარდა და არა უბრალოდ შავხრელზე რაღაცეები იცოდი და მე პირდაპირ გეტყვი რომ ისტორია არასდროს არ მიყვარდა. არა და დედაჩემი არის ისტორიის მასწავლებელი. იმიტომ რომ სულ ტყუილია და ყველა ქვეყანაში ასწავლიან ისე როგორც ბევრი რამეა ტყუილი კი. 3 2 1 გიორგი. არ ვიცი რომ მე არ ვიყავ იმპოსტერი, ანეს იყო ანეს. მე ვიყავ. ამას ხო ადებდი ხელს, რატო გაჩვენე? კი, მაგრამ რაღაც გადავყვა, არ ვიცი.
შენი კითხვა რა იყო? ჩემი კითხვა იყო საგანი, რომელიც ყველაზე ნაკლებად გიყვარდა სკოლაში. LeBron James-ი. კრისტიანო რონალდო. შაკილ ონილი. ოკეი. კითხვა რა იყო? 12 საათიანი ფრენა გელოდება და ვისი სულობდი თანამგზავრად. დაიწყე გია. ანუ მე დავიწყებ LeBron James-ით. ფეხბურთელზე ვფიქრობდი, თუმცა აი არ ვიცი, რატომღაც წავედი მაინც იქ რა. და შენც რატომღაც იქ. მაგრამ მე ეჭვება შენ რო LeBron James-ს აერჩევ. ბიჭო, რატომ ვფიქრობდი? შენ ადამიანი, რომელიც მაგრა გევასება ფეხბურთი და ფორმულა 1, LeBron James-თან რა გინდოდა? და შენ შაკიონილი რატო? იმიტომ რომ ისეთი კითხვა იყო, რომ ხო იცი, ჩემი დამოკიდებულება სპორტთან. და დიდათ არც ერთი სპორტსმენი მაგრად არ მაინტერესებს არც ერთი. ერთადერთი აი შაკილ ონილის რაღაც ვიდეოები მხვდება სულ რომ ძალიან ღადაობა კაცია და მაგასთან თუ ვიღადავებდი, მაგრამ მე ისი რა გავიხსენე? საკმაოდ დიდი ტიპია და მე ამასთან დაჯდომა არ გინდა? მაგრამ ეგ არ მიფიქრია, ახლა ვიფიქრე ეგ, მაგრამ მე გითხრა LeBron-ი აწოწერე. მიდი. просто ისეთი მიზეზს ვიტყვი ხა გაგეცინებათ. დიდი სამბები ხო იცით? ხო, არა. მან იყო ძალიან ჩართული ეს LeBron James-ი რა და ამასაც ადანაშაულებდნენ რა. და სპორტსმენი, ვინც მაგამბებში იყო, ეგ იყო და მალკუთქით წავედი რომ ამ ფრენის პერიოდში აი ამისგან გავიგებდი რაღაცას. კითხავ იყო თუ არა ეს ყველაფერი? ცნობილი ფაქტია რომ იყო. არა, თვითონ რო იყო ეგ ყველაფერი. აი ხა ფაქტია ეგ რო იყო ყველაფერი და 12 საათიანი ფრენა რაში გინდა მაგას? 12 არ მიფიქრია, просто ხა რავი ხა ბევრი ვარიანტი იყო და ვიღაცასთან მოსაწყენი საუბარი არ იქნებოდა. ამისგან იმდენ ინფორმაციას გავიგებდი რომ რა ეგრე წავედი რა. პირველი ეგ ფიქრი მქონდა რომ თან ბოლო პერიოდია ის რაღაც მეჭვი. ხო არის. ბოლო პერიოდია PDD-ს იმას უყურებ აქტიურად და რაღაც იმანაც თქვა ჯასტინ ბიბერზეც ხო იყო. ანუ სპორტსმენი რო არ ყოფილიყო სხვაც დავწერდი. და პირველი ფიქრი წავედი რომ აი რაღაც ინფორმაციას მივიღე. ეგ იყო ჩემი პირველი ფიქრი. კაი, რონალდო რატო? რონალდო იმიტომ რომ ტიპი არა მარტო კარგი ფეხბურთელია, ძალიან კარგი. არამედ ადამიანი მე წავედი რომ 12 საათი მაგ ტიპს მაგ ადამიანს უნდა ველაპარაკო და ვფიქრობ რომ კრისტიანო რონალდოსგან ბევრ ამას ვისწავლიდი, მაგალითად hard works-ზე, მაგალითად დისციპლინაზე და ასე აი ეგრე LeBron-ისგანაც ისწავლი ერთ-ერთი მაგ კატეგორიაში. ჩემთვის ახლა ძალიან ცნობილი არის რომ კრისტიანო რონალდოს დისციპლინა და მისი თავდადება და დაუღალავი შრომა ჩემთვის ეგ იყო ძალიან ცნობილი თან რონალდო როგორც ფეხბურთელი ისეც ძალიან მომწონს და მაგიტომაც დავწერე ეგ, თორე ეგრე სპორტსმენების უმეტესობისგან დისციპლინას ისწავლი, კი, ანუ და არადისციპლინირებული სპორტსმენი ჯორჯ ბესტი იყო მარტო მე მგონი. 3, 2, 1 გიორგი. მე ვიყავი იმასტერი და ჩემი კითხვა იყო რომელ სპორტსმენს ვერ დაელაპარაკებით 15 წუთიო და კალბურს არ უყურებ, არც LeBron James-ი არ მაინტერესებს, ვერ ვიფიქრება. მორაგბი და რაღაც მაკუთქით ფიქრობდი, მაგრამ ვერ გავიხსენე, ამიტომაც LeBron-ი დავწერე. შემდეგი რაუნდი. 7, 5, 6. რა კითხვა რა იყო? საკამდე გჯეროდა თოლის მოგვის. 7-მდე გჯეროდა თოლის ბაბუი? 7 წლამდე გუშინ მოგიყევი. გუშინ მომიკავი? კი, ჰარი პოტერის წიგნი რო დამიტოვეს ახალ წელს შევებმა. და ჰარი პოტერის წიგნი თოლის ბაბუ არა შუაში იყო. შუქი წავიდა. ძალიან მაგარია. დავბრუნდით 90-იანებში. მოვიდა შუქი, მალევე, საბედნიეროდ და გავჩვენ ვაგზელებთ. მე მახსოვს, როგორ გავიგე თოვლის ბაბუა რომ ბლეფი იყო. როგორ? ბაბუასთან მივედი სახლში რა და ჩემი წერილი ვიპოვე და თოვლის ბაბუას მივწერე. და მან დინახავდა რა. და ეგ რო ნახე, აი როგორი იმედი გაცრუება მახსოვს იცი? აი ძალიან გამიქრა. თოვლის ბაბუას არავინ უსატკავებდით 12 საათზე? კი, მაგრამ ეძინებოდა სულ. მეც ან როგორ გავყავდით ხოლმე იცი წამ ფერვერკი ვისროლოთ ხო და უი შემოსულა. მე გამოვდიოდი მე უი თოვლის ბაბუა მოსულა და ყოველთვის ფეილი მქონდა რომ და სხვათა შორის როგორ მითხეს იცი 8 წლის ასაკში კაკრას რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა უკვე ვიცოდი რომ არ არსებობდა ვხვდებოდი უпростоრად მაგრამ წერილი დავუტოვე რომ მინდა ფერარის ბოლიდი და ფრჩხილებში ნამდვილი და აი ჩემები რომ ვიხვდა რომ მე ძალიან უკვე შევედი როლებში მითხეს რომ შვილო არ არსებობს და ჩვენ მოგვაქვს. ანუ 8 წლის ასაკითხვი შენ ახლა ამ წამს. ნუ 8-სკენ ვიყავი ხო რა. ტიპი მე დიდი იყო. რა გინდა ბავშვობა გამიხანგძლევე ძალიან დიდი მადლობა ამისთვის შობლებს. მიშა შენ გახსოვს? მე არ მახსოვს როდის გავიგე ეგ, მაგრამ მახსოვს რომ ჩემთან რადგანაც სულ მეგონა რომ ჩემთან არც მოვარ რომც არსებობდეს. იმიტომ რომ არა მე ანუ ჰოლივუდის კინოს რო უყურებ და რაღაც სერიალებთან რაღაცას ანუ სულ ბუხარი აქვს და მან კიდია ეს წინდები და იქ რაღაცა მე ჩამოდის ეს და ხო და მე
ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობდი პირველ სართულზე და არც ბუხარი მქონდა არც არაფერი და როგორ უნდა მოვიდეს? ხო, როგორ უნდა მოვიდეს მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად მჯეროდა რომ არსებობს, მაგრამ ჩემთან არ მოდის, просто უბრალოდ ისეთ უბანში ვცხოვრობთ, რომ აქ არ დადის კაცი. ისა არ მახსოვს, როდის იყო ეგ აი, რომ გავიგე რომ არ არსებობს, მაგრამ მახსოვს რომ გამიტყდა მაგრად და რაღაც საშუალო იმიტომ რომ სკოლაში რო ვიყავი, უკვე ვიცოდი რომ არ არსებობს და მაგიტომ 6-ი დავწერე. 3, 2, 1, გიორგი. მე არ ვიყავი. შედიყავი? საგო. მეგობრებო, თქვენ კი ჩვენი არქი გამოიწერეთ, სარგზგელაკი მონიშნეთ. კარგად მივდივართ, მაგრამ არის ის რომ ჩვენი მაყურებლების, მაგალითად 85%-ს გამოწერილი არ აქვს არქი და თუ გიყურებთ, ფარემ გამოიწერეთ, 1 წამი უნდა ზუსტად მართლა რა, აი. ძალიან დაგვიხმარებით. ეს არის სუპერ რაუნდი, ამ რაუნდში გადაწყდება ვინ იქნება წაგებული, ქულები ისეა განაწილებული, რომ წაგების შემთხვევაში, ეხლა ყველაზე დაბალი ქულა აქვს გიორგის, მაგრამ წაგების შემთხვევაში შეიძლება მიშა გაგვიხდეს დასასჯელი ჩვენც და თქვენ გაგიხდეთ პირველ რიგში დასასჯელი, იმიტომ რომ თქვენ უგონებთ სასჯელებს. ასე რომ და შეიძლება შენც. ხო, ну, შეიძლება მეც, რა თქმა უნდა. ნებისმიერი შეიძლება, იმიტომ რომ სუპერ რაუნდში -3 ქულა იწერება და ნებისმიერმა შეიძლება ეხლა რომ წავაგოთ. თქვენ გამოიწერეთ არხი, ზარიზღილაკის გააქტიურება არ დაგავიწყდეთ და სასჯელები დაგვიწერეთ კომენტარებში. 1121. 1199, 1125 წლები. მე-12 საუკუნე. ოპა. აუ რა, ხოსვართ. კითხვა რა იყო? როში მოგზაურობა რომ შეეძლოს საქართველოს ისტორიის რომელ მონაკვეთში იცხოვრობთ? გახდე მე-12 საუკუნეში. იმიტომ რომ საქართველოს ამ პერიოდში იყო ყველაზე ძლიერი და თამარ მეფეს იყო მეფე რა. ხო და მაგიტომ თამარის გამო დაწერე. თამარის გამო დაწერე. კი. ხო, მე და კოსტას თამარის გამო არ დაგვი. ჩვენ ეს წლები იმიტომ დავწერეთ, რომ თურქ სელჩუკების ხოსვაში ლეტოა კარგად გვენახა, თუ შევძლებთ მონაწილეობა მიგვეღო, კი ბატონო. თუ არ გადავრჩებოდით და გარდამტეხი მომენტი იყო საქართველოს ისტორიაში დავითის მეფობა, რაღაც სასწაული ბრძოლებში მოგებებით, ზოგადად შიდაწვენდებით და ასე მოკლედ ქვეყანა განვითარდა ძალიან. ხო და ჩემთვის პატივი და უმაგრესი რამ იქნებოდა დავით აღმაშენებელის გაცნობა, მის გვერდით ბრძოლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ამიტომაც მე პირდაპირ დავწერე რა, მეც ფიქრობდი. შენ მე დავითის წლები დავწერე, როდესაც დავით აღმაშენებელი მეფობდა. კი, შენ მან თბილისის დაბრუნებაც გიწერია და ყველაფერი გიწერია. კი, მე საერთოდ ყველაფერი მაქვს. კი, მე ისე დავწერე, რომ აი გზები ჩახერგეთ, მოკლედ რა. უკან დასახევი და ადგა დავით. იქნებოდი 200 ადამიანში? სიამოვნებ თუ მექნებოდა საშუალება სიამოვნების. შესაძლებლობა თუ მექნებოდა. კი, რატომაც. 3, 2, 1, გიორგი. მიშა. მე არ ვიყავი. შენ იყავი, ბიჭო? და სხვათა შორის გაკითხვაც მქონდა. აი, ეხლა დასაბუთებაში გამოვიყენე. გარდამტეხი წლები იყო საქართველოს ისტორიაში მეთქი. კაი, იყო შენი კითხვა? კი. რომელი წლები იყო გარდამტეხი საქართველოს ისტორიაში? დამსახურებულად გავმარცხდი და დამიწერეთ კომენტარებში რა დავალება შევასრულოთ. თქვენ კი მოიცადეთ 1 წამი, გადავალთ ახლა სხვა კადრში და თქვენ ნახავთ უკვე აწუყე დამარცხებულმა წინა ვიდეოში რა დავალება შეასრულა. დადგა დრო სასჯელი შევასრულო, მოგეხსენებათ მე წავაგე და მე უნდა გავაკეთო სასჯელი, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სასჯელი მთლად არ იყოს. იყოს უფრო ქველმოქმედებაში გავიდეს. მაგრამ კომენტარებში გეწერათ, ასე რომ ესეც თქვენი კომენტარებიდან არის არჩეული. ქველმოქმედებაც დიდი ნათქვამია. ძალიან დიდი ნათქვამია და აი მაგიტომ ჭყალებში გავაკეთე და პატარა კარგი საქმე გავაკეთოთ. ძალიან პატარა. ძალიან პატარა კარგი საქმე და ხო, თან მიშაზე წერდით რომ ცოდოა, რატოა ბულინგებთ რაღაცა და ჩვენ ხო, მაგრამ აბულინგებენ და ჩვენს გადავწყვიტეთ რომ ცოტა კარგი რაღაცა გავუშვით რა. მე კი შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია WhiteBit. WhiteBit არის პირველი გლობალური ლიცენზირებული კრიპტობირჟა საქართველოში. Visa-ს და Barcelona-ს პარტნიორი. WhiteBit-ი არ ზაშინოს. აი, გაჩერდით რა გადავიღოთ მე ვიცი. WhiteBit-ზე ყველაზე მეტი კოინია შესაძლებელი. ხელმისაწვდომი. 2 hours later. WhiteBit-ზე ყველაზე მეტი კოინია ხელმისაწვდომი. აქ შეგიძლია იყიდოს 330-ზე მეტი კრიპტო კოინი მარტივად. და უსაფრთხოდ. მეტი კრიპტო მეტ შესაძლებლობას ნიშნავს. ნუ ისთვის როგორ ხარ თუ უნიჭა ხარ არაფერს არ ნიშნავს. ანუ თუ უნიჭა ხარ კი. კარგი, ახლა რა შეეხება სასჯელს, რომელიც სასჯელი არ იყო, რაც მიშამ თქვა, იყო ქველმოქმედება, მაგრამ ქველმოქმედებაც არ არის. მოკლედ ჩვენ გვინდა რომ ამ ვიდეოთი ძალიან პატარა მოკლე რაღაცით პატივიცეთ კურიერებს, ადამიანებს, რომლებიც მთელი მუშაობენ სიცივეში, ყინვაში, სიცხეში,
ხარში ხო, სულ ღმერთს მაქნას რომ მაგის შესაძლებლობა მოგვეცეს რომ საერთოდ ყველა ვსეთ პატივი, მაგრამ დღეს ასეთ მარტივი რაღაცა გვინდა გავაკეთოთ რომ რაღაც საჭმელს გამოვიძახებთ, არ აქვს მნიშვნელობა რას და როცა მოვა ადამიანი თანხას მივცემთ სიმბოლურად. გამარჯობა. მადლობა. მოიცავთ. ეხი. მადლობა. ნახვამდის. ტიპია. კარგად. აი, იმედია ერთი ადამიანი უბრალოდ გავახარეთ საღამოს. რატომ არ იგეთება შენი კარგია? აი, მეტყვი საჭმელი ატო არ დაუტოვეთ. საჭმლის დატოვება არის ცოტა უცნაური. ჩვენ მგონია რომ ცოტა უცნაური არის და მაგიტომ საჭმელი არ დაუტოვეთ და დაუტოვეთ ტიპი, ხო? და მიშა რატო არ უთხარი რომ ვიდეოში გამოჩენილი? არც გიგითხავ შეჩემა. კი, როგორ არა? არ გიგითხავ. გიგიხა, ვიდეოში გამოჩენიო? კი. ვინ ატყუე, ბიჭო? ბიჭო, კი უთხარი. არ გიგიხავ. ჩაწელილია ვერ მოიწუნა. კამერა ჩართული, ვის ატყუე? ჩემი კამერას ვალ ჩემ რატო არ უთხარი მართლა? ბიჭო, რა ვიცი, რაღაცნაირი. შეხსვა? ხო.